დღეს წარმოგიდგენთ UFC-ს 10 ყველაზე მნიშვნელოვან ახალ ამბავს, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ. ჩვენ ვემზადებით UFC 324-თვის და დრამა პიკს აღწევს. პედი პიმბლეტის მიერ საკუთარი თავის ლეგენდასთან შედარება და აწარმოებზე მომხდარი საშინელი სამედიცინო შემთხვევა. სათქმელი ბევრი გვაქვს, ამიტომ დავიწყეთ. პედი პიმბლეტი საკუთარ თავს ხაბიბს ადარებს. პედი პიმბლეტი ჯასტინ გეიჯისთან დროებითი ქამრისთვის ბრძოლის წინ ემოციებს არ მალავს. მან თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხაბიბი ერთადერთი და განუმეორებელი ლეგენდა იყო, თავად პედი უფრო რთული ამოსახსნელი თავსატეხია. ის მიიჩნევს, რომ მისი სტილი იმდენად უცნაური და არაპროგნოზირებადია, რომ თვითონ ჯასტინ გეიჯიმაც კი არ იცის, რა უნდა გააკეთოს, როდესაც ისინი ოქტაგონში შევლენ. წონის კლების დრამა და გაუქმებული ბრძოლა. უმნიშვნელოვანესი სიახლე გვაქვს UFC 324-ის კარდიდან. დეივისონ ფიგურედომ წონა ვერ ჩააბარა, რის გამოც ჰონორარის 25%-ით დაჯარიმდება. ანუ უმარს მისცემს. რაც უფრო მნიშვნელოვანია, კამერონ სმოდერმანისა და რიკი ტურსიოს ბრძოლა ოფიციალურად გაუქმდა. სმოდერმანმა წონა წარმატებით დააფიქსირა, თუმცა სასტორიდან ჩამოსვლისთანავე გონება დაკარგა და მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. მებრძოლის საშინლად დაეცა სახით და გონება დაკარგა. სწორედ ამ შემთხვევას დაემთხვა მაიკლ ბისპინგის უგულო კომენტარი. დღევანდელ პირდაპირ ეთერში ძალიან უხერხული მომენტი დაფიქსირდა. კომენტატორი მაიკლ ბისპინგი ხსნიდა, რომ წონის ჩაბარება პროფესიონალი მებრძოლებისთვის მარტივი საქმეა და რომ არ ეცოდება ისინი. ზუსტად იმავე წამს კამერებმა აჩვენეს, როგორ დაეცა კამერონ სმოდერმანი პირქვე, როგორც კი სასტორიდან გადმოვიდა. რა თქმა უნდა, ეს კომენტატორისთვის ძალიან უხერხული მომენტი აღმოჩნდა. შონ ომალის რეიტინგები არ აინტერესებს. შუგა შონი ამბობს, რომ ოფიციალური რეიტინგები უკვე აღარ აინტერესებს. მან მედიას განუცხადა, რომ მხოლოდ ის აინტერესებს, რის ნახვაც ფანებს სურთ. იქნება ეს რევანში პიოტრ იანთან თუ ბრძოლა უმარ ნურმაგომედოვთან. მისი თქმით, ის აქ იმისთვის არის, რომ ხალხს ის მისცეს, რაც მათ სურთ. გთხოვ დაალაიქე ვიდეო. ჯასტინ გეიჯი რეპორტიორზე გაბრაზდა. პრესკონფერენციაზე ვითარება ძალიან დაიძაბა, როდესაც რეპორტიორმა ჯასტინ გეიჯის კისერზე არსებულ აშკარა სტაფილოკოკურ ინფექციაზე ჰკითხა. გეიჯი ამით უკმაყოფილო დარჩა და კითხვაზე პასუხის გაცემაზე მკაცრი უარი განაცხადა. რა გჭირს, ჩემს სხეულზე ნუ მეკითხები და მეც არაფერს გკითხავ შენ სხეულზე, უპასუხა გეიჯიმ. ასევე ჯასტინ გეიჯისა და დენიელ კორმიეს შელაპარაკება. გეიჯის ხარე კამათი მოუვიდა დენიელ კორმიესთან პარამაუნთის ახალ სატელევიზიო კონტრაქტთან დაკავშირებით. კორმიემ აღნიშნა, რომ მებრძოლები უფრო მეტ ფულს იღებენ, თუმცა გეიჯიმ უპასუხა, რომ არ უნდა ილაპარაკოს იმაზე, რაც არ ესმის და არ იცის. გეიჯიმ DC მებრძოლების საჯაროდ სულელურად გამოყვანაში დაადანაშაულა და მათ ყუარა უწოდა. მაქს ჰოლოვეის აბსოლუტურ ჩემპიონობას სურს. BMF-ის ჩემპიონმა მაქს ჰოლოვეიმ ნათლად განაცხადა, რომ მხოლოდ არსებული კამარი არ აკმაყოფილებს. მისი მიზანი კვლავ ახალი წონით კატეგორიაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაა. მან ფანებს უთხრა, მიზანი არ იცვლება, მე ნამდვილი კამარი მინდა. დანა უაითი UFC-დან წასვლას უარყოფს. UFC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა უპასუხა ჭორებს იმის შესახებ, რომ ის კომპანიას ტოვებს. ის ამ განცხადებებმა გააღიზიანა და თქვა, რომ სინამდვილეში იმაზე მეც მუშაობს, ვიდრე ოდესმე. მან ფანებს მოუწოდა შეხედონ 2026 და 27 წლების დიდ გეგმებს, რათა დარწმუნდნენ თუ როგორი მნიშვნელოვანია მისთვის ეს სპორტი. ხამზად ჩიმაევის გზავნილი ჯინ სილვას. ხამზად ჩიმაევმა პოსტი გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ნახა ვიდეო, სადაც ჯინ სილვა UFC-ს ქამრით ხელში ტირის. ხამზადს დიდი თანაგრძნობა არ გამოუხატავს და სილვას ასე მიმართა. ნუ ტირი ძმაო, შენთვის ვიაჯოებს ტირილის მაგრად უფრო მეტი იმუშაო. ჯინ სილვა აცხადებს, რომ მას აუტიზმი აქვს. ყველა მისედაც ვიცოდით, მაგრამ კაი. ჯინ სილვამ ბრძოლის წინ პირადი სიახლე გააზიარა და გაამჟღავნა, რომ მას აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. მან აღნიშნა, რომ შესაძლოა ისიც და მის მეტოქეც სპექტრში იყვნენ და დარწმუნებულია, რომ გამარჯვებული დღეს სწორედ ის დარჩება. მადლობა, რომ დამილაიქე ეს ვიდეო. ეს იყო თქვენი დღევანდელი სიახლეები. UFC 324 ძალიან ველური ივენთი იქნება, სადაც დრამა ბრძოლების დაწყებამდეც კი საკმარისზე მეტი გვაქვს. თუ არ დაგეზარება, გამოიწერე არხი, რათა არ გამოტოვო არაფერი, რასაც MMA სამყაროდან მოვიტან შენამდე. ეს ღონისძიება დაახლოებით დილის 3:30-ზე დაიწყება. მთავარ ბრძოლაში გეიჯი და პიმბლეტი ერთმანეთს დაახლოებით 9:30-ზე დაუპირისპირდებიან.